ეს ნაკლებად ცნობილი მხარე განთქმულია ლეგენდებით, ზღაპრებით, მთებითა და ციხესიმაგრეებით. თუ აქ ჩამოხვალ, შესაძლოა ერთადერთი უცხოელი ტურისტიც კი აღმოჩნდე ამ არემარეში. მე ევა ზუბეკი ვარ და ქვემო სილეზია ჩემი სამშობლოა. დღეს მინდა სამხრეთ პოლონეთის ეს ზღაპრული კუთხე დაგათვალიერებინოთ. ჩვენ მოვინახულებთ მომხიბლავ პატარა ქალაქებს, გეახლებით იმდენს, რამდენიც მოგვესურვებოდა და გავიგებთ, რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი ციხესიმაგრე. თუმცა მანამდე მოდით ამ მშვენიერ დღეს ნაუცბადებით დილის ლაშქრობა მოვაწყოთ სუდეტების მთებში. საკმაოდ რთული გზა გავიარე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ხედი ნამდვილად ღირდა ამად. ჩვენ ახლავთ გავართ კარლიცკის ნეჟნიკის მთის წვერზე, რომელიც ყველაზე მაღალი მთაა პოლონეთის ამ მხარეში. კარლიცკის ნეჟნიკზე მდებარეობს სათვალთვალო კოშკიც, რომელიც საუკუნის წინ ააგეს. თუ უღრუბლო დღეს ამ კოშკის თავზე ახვალ, შეგიძლია ალპების კი დაინახოთ, თუმცა ჩვენ უამრავი ადგილი უნდა მოვინახულოთ ბევრად უფრო ახლოს, აქვე პოლონეთის სუდეტების მთებში. ისიც დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი იმ ადგილას უნდა მივიდეთ ახლა. ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში მინდა ორიოდე მომხიბლავი ქალაქი გაგაცნოთ. არქიტექტურაზე თვალის ერთი შევლებად საკმარისია, რათა მიხვდე, რომ ქვემო სილეზია კულტურისა და ისტორიის ჭეშმარიტი სამჭედლოა. ჩვენი პირველი გაჩერება არის ქალაქი ლონდეკსდრუი, რომელიც ჩემი აზრით ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ლონდეკსდრუი უბრალოდ ლამაზი ქალაქი არ არის. ეს ყველაზე ძველი სპა კურორტია პოლონეთში და გავრცელებული მოსაზრებით, აქაურ მინერალურ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვთ. სწორედ ამიტომ სამკურნალო წყლების მოყვარულები 700 წლის განმავლობაში ჩამოდიოდნენ აქ, თუმცა წყალს მკურნალობას შეუძლია და წალეკვაც. ლონდეკსდრუის ახლახან დიდი ზიანი მიაყენა ცენტრალური ევროპის წყალდიდობებმა. თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ სწრაფად აღადგინა ყველაფერი და ქალაქი ისევ მზად არის ტურისტების მისაღებად. წყალდიდობას ძალიან დიდი ზარალი მოჰყვა, მაგრამ ლონდეკსდრუი გამძლე ქალაქია და მისი მონახულება ნამდვილად ღირს. თქვენ ადგილას ნამდვილად ჩამოვიდოდი აქ თერმულ წყლებში სანებივროდ და ადგილობრივი მთების დასალაშქრად. არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც მინდა წაგიყვანოთ. ეს არის გამორჩეული კაფე პატარა ქალაქ ბარდოში. ბარდო ერთი ციდა ქალაქია, მაგრამ აქ ორი ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. ერთია მრავალსაუკუნოვანი ტაძარი და მეორე ისტორიული ღირებულებებით მასთანვე გათანაბრებული ჯანჯაფილის ნამცხვარი. ბოლოს და ბოლოს აქ უწყვეტ ნაკადად მომავალ პილიგრიმებს რაღაც ხომ უნდა ეჭამათ და ჯანჯაფილიანი ნამცხვარი ყველაზე იაფი და ნოყიერი ნუგბარი გამოდგა, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ხაბაზებს შეეძლოთ. ამ ქალაქში შემორჩენილია ერთი მაღაზია, რომელიც სათუთად ინახავს ამ ტრადიციას და ისეთი იერი აქვს, თითქოს პირდაპირ ზღაპრიდან გადმოიტანეს. ეს მაგდალენა ტოპოლანეკია და ჩვენ მისი ჯანჯაფილის ნამცხვრის კაფეში ვსხედვართ. ეს ჯანჯაფილის ნამცხვრის ნაირსახეობებია. ეს ჭვავის ჯანჯაფილის ნამცხვარია ჭარხლის სიროფით, რომელიც დაფარულია პიტნის მინანქრით და ზემოდან მოყრილი აქვს ლავანდის, ჭინჭრისა და ვარდის ფურცლები. აქ კლასიკური ჯანჯაფილის ნამცხრებია. ეს ხელით არის მოხატული. გარწმუნებთ, ამ ნამცხვრის კიდევ ძალიან ბევრი სახეობა გვაქვს, მაგრამ ეს საიდუმლოდ მინდა დარჩეს იმ სტუმრებისთვის, რომლებიც აქ ჩამოვლენ. რაღაც ხომ უნდა შევინახოთ შემდეგისთვისაც. რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც ქალაქ ბარდოში ჯანჯაფილის ნამცხვრის 7 სხვადასხვა საცხობი არსებობდა, ჯანჯაფილის კარგი ნამცხვრის საიდუმლო, მისი რეცეპტი კი არ იყო, არამედ სანელებლების ნაზავი. ზოგიერთს უფრო მეტი პილპილი ჰქონდა, ზოგს ანისულის თესლი ან დარიჩინი. აი ეს აძლევს ჩვენს ჯანჯაფილის ნამცხვარს განსაკუთრებულ არომატს. ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია მსგავსი ჯანჯაფილის ნამცხვარი. ისეთი ნოტიო და მსუყეა, სავსეა სანელებლებითა და სურნელით. მართლაც შობის დღესასწაულზე რომაა ის გემოაქვს. მოგზაურობისას საუკეთესო შთაბეჭდილება მოტივირებულ ადამიანს უნდა გაუზიარო. ამიტომ ახლა მივემართები ეგრეთ წოდებულ ოქროს მთებისკენ, სადაც უნდა შევხვდე მეგ შუმსკას, ჩემს მეგობარს, რომელსაც უნიკალური სასტუმრო აქვს. გამარჯობა. ღმერთო ჩემო, რა დიდებულია. ჩვენ ვიმყოფებით ზლოტი იარში, იმ ვილაში, რომელიც მომავალ წელს 100 წელს იზეიმებს. ჩვენ ოქროს მთებში ვართ, გვერდზე ოქროს წყარო ჩაგვიდის და ოქროს მინდორი გვაქვს. ამიტომ ჩვენს ვილასაც ეს სახელი ვუწოდეთ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ზლოტი იარი ოქროს მინდორს ნიშნავს. ჩვენს ქალაქს ოქროს ფერდობი ჰქვია, ქუჩას კი ოქროს ქუჩა, ასე რომ აქ ყველაფერი ოქროსია. გასაგებია, მაგრამ რატომ არის აქ ყველაფერი ოქროსი? ქალაქ ოქროს ფერდობს ოქროს მოპოვების 1000-წლოვანი ისტორია აქვს. ადამიანი აქ ოქროს 1000 წლის წინ მოიპოვებდა. ამიტომ ჩვენ გვერდით ამ მთებში 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაღაროს გვირაბებია გაყვანილი. რა მაგარია, შესაძლებელია რომ ახლაც მოძებნო აქ ოქრო? გიდის დახმარებით შეგიძლიათ 3 კილომეტრ ნახევარზე შეხვიდეთ ამ მაღაროში. თუმცა დანარჩენი 300 კილომეტრი იდუმალებითაა მოცული. ჩვენ ვცდილობთ ახალი ადგილების მონახულებას, ვეძებთ განცდა ყველაფერს, რაც კი მიწისქვეშ არის დამარხული. აქ ისეთი განცდა გეუფლება, რომ ჩურჩულით ლაპარაკი გინდება, რადგან ისეთ მშვენიერ მთის ქოხში ხარ, რომელიც გზის ბოლო შუა ტყეში დგას. მართლა საოცარი შეგრძნებაა.
ეს დღე ისეთი გრძელი გამოდგა, მგონი უკვე მომშივდა. ტრადიციული პოლონური სამზარეულო ხორცის მოყვარულთათვის სამოთხეა, თუმცა სულ უფრო მეტი რესტორანი ავსებს მენიუს ვეგანებზე გათვლილი კერძებით და მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს კერძი არ გამაწბილებს. ვიცი რომ უკვე დიდი დრო გავატარეთ ბუნებაში, თუმცა დღეს სულ სხვა რამეს გავაკეთებთ. ეს რეგიონი განთქმულია ციხესიმაგრეების სიმრავლით მთელ ევროპაში და მინდა გაჩვენოთ ერთი მათგანი, რომელიც პირდაპირ ზღაპრიდან გადმოტანილს გავს. ოჰო, გამარჯობა მარტინ. გამარჯობა ევა. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. გმადლობ რომ მოხვედი. დიდი მადლობა. ეს რა არის? ამ ციხესიმაგრის გასაღებია. ნება მომეცი დაგათვალიერებინო აქაურობა. სარნის ციხესიმაგრე პირველად მე-16 საუკუნეში ააგეს გერმანელი არისტოკრატისთვის. ამის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ქვეყანაც კი, რადგან ქვემო სილეზიის საზღვრები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ახლახან ის გადაეცა მარტინს, რომელმაც მუხლჩაუხრელად იშრობა, რომ მისთვის პირვანდელი დიდება დაებრუნებინა და აქ სასტუმრო მოეწყო. ჩვენ მყარი ფინანსური მდგომარეობა გვჭირდება და სწორედ ამიტომ გავხსენით აქ სასტუმრო, რომელიც ფარავს არაკომერციულ ხარჯებს. ახლახან დავასრულეთ YouTube-ისთვის ფილმის გადაღება პოლონეთსა და იტალიაში ადრეულ პერიოდში გავრცელებული მუსიკის შესახებ. ასევე ვაწყობთ ლიტერატურულ ფესტივალებს. წელს აქ 20,000 სტუმარს ვუმასპინძლეთ მხოლოდ ერთ კვირაში, ფესტივალის დროს. 20,000 people here in just 1 week during the festival. მაინც რაგანც დააროცა ციხესიმაგრეს ყიდულობ. საოცარი. თავიდან წმინდა წყლის ბიზნესი იყო, მაგრამ ახლა ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე ამის გარეშე. I cannot really imagine my life without this. ქვემო სილეზიაში იმდენი ციხესიმაგრეა. ხომ არ იცით დაახლოებით რამდენია? ჩემი აზრით 1000-მდე იქნება. რამდენიმე მოქმედია და უზომოდ გვიხარია, რომ ციხესიმაგრეების მფლობელთა მცირე ასოციაციას ვქმნით. Our little society of castle owners. რა კარგია, საოცარია. დიახ, ეს სამლოცველო მე-18 საუკუნის დასაწყისში ააშენეს. მისი მოხატვა კი 1738 წელს დასრულდა. გამოდის ეს ფრესკები ორიგინალია დიახ, და მე-18 საუკუნეს ეკუთვნის. დიახ. ეს ციხესიმაგრე ნელ-ნელა იბრუნებს ძველ სილამაზეს და შეგიძლიათ კულტურული ღონისძიებების გარეშეც მოხვიდეთ აქ და ღამე გაათიოთ შვეიცარიულ კოტეჯში, რომელიც ციხესიმაგრის კომპლექსს ეკუთვნის. რა საოცარია ღმერთო, რა ლამაზია. შეხედეთ როგორი შპალერია. ამაღამ თავი მეფე მგონია. რა კარგია. აი ასეთია ქვემო სილეზია, რომელიც მიყვარს, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველაფერი ისტორიითა და კულტურით არის გაჯერებული. მართლაც რომ ერთ-ერთი ჯადოსნური მხარეა პოლონეთში.